გამარჯობათ, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა, პატივცემულებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ჩვენ დღეს პარასკევი დღეა და ტრადიციულად ბატონო ოთარ ჭითანავა და მე ბეკა თაუბერი კაპანაძე ვიქნებით 1 საათის ასე დაახლოებით განმავლობაში თქვენს წინაშე. იცით, ასეთი ჩვენი გამოსვლები თქვენს წინაშე წარდგომა, ჩვენი საუბრები, ასე ვთქვათ, ეს ფორმატი მთლიანად არ ემსახურება, რა თქმა უნდა, დამეთანხმები ჩემო ოთარ, რაღაც ორთქლის გამოშვებას რა. რომ აი საუბრისათვის, რაღაც აი მხოლოდ საზოგადოებისთვის რაღაც გულის მოფხანვას, არა ბატონებო. ჩვენი ჯგუფები ეს პოლიტერთობა მუშაობს გარკვეული მიმართულებებით. ყოველ ღონეს ხმარობთ ერთი სიტყვით, რომ რაც შეიძლება ნაკლებით ტკივილებით და მშვიდობიანად მოხდეს აი ამ თვითლპობადი რეჟიმის დემონტაჟი რა, გაუფორმებლად. დიახ, ვახსენეთ თვითლპობადი და ეს სიტყვა და ლოდინი იმაზე ჩემოუთავ რომ თუ როდის ჩაიდენენ ესენი თვით დაშლასა თუ რაღაცა პოლიტიკურ ხარაკირს აი დიდ საფრთხეებს უქმნის რა ქვეყანას ყოველდღიურად და საერთოდ ქვეყნის მომავალს მაგრამ რა გინდა რომ ქნა ფორს მაჟორში ვარო შეიძლება ითქვას მაგრამ მათია ბერკეტები ყოველგვარად და ყველანაირად ცდილობენ რომ საზოგადოების რასადაც შეძლებენ ინტერესი ხან ერთი მიმართულებით, ხან მეორე მიმართულებით, ხან ტემპერატურის აწევით, მერე ხელოვნურად თან დაწევით და ასე შემდეგ რამენაირად გადააგორონ რაღაც ასე ვთქვათ პერიოდი და კვლავ თავისი საკუთარი პოზიციების გამტკიცება, თავიანთ ჭკუაში პოზიციების გამტკიცებას ემსახურება. თუმცა თქვენი გადაწყვეტილება ძალზედ უმწიფარი და უსუსურია, მინდა გითხრათ. აი რომელი დარგი გაქვთ საამაყო? მოდი ვთქვათ, აი რომელი დარგით შეიძლება იამაყონ ამ ადამიანებმა, აი რა მარგი ქმედების კოეფიციენტი გაგაჩნიათ? სადმე? შეიძლება თქვან, რომ აი სუსში დაუშვათ და ესე ძალოვან სტრუქტურებში, სუსში ბატონო, მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ესენი სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, ან იქცეოდნენ. სამაგიეროდ მიყურადებულნი არიან საკუთარ საზოგადოებას. იქეძებენ ქვეყნის მტრებსაც და მტრისხაც, სადაც რა ვიცი რა გითხრათ და თან ბნელოთ ახში კატას, რომელიც მართლა იქ არ იმყოფება. ერსაც უსმენენ და ბერსაც. აი აქ რა თქმა უნდა წარმატებულები არიან, ხო? ანუ ემსახურებიან თავიანთი სახელმწიფოს გარდა ყველას და ყველაფერს. აი ესეც შემიძლია გითხრათ. მეორე ინსტანცია შსს შინაგან საქმეთა ამ სტრუქტურას სამხელად მარტო ისე ყოფა თავიანთ ხალხზე როგორ იძალადეს და ასე ვთქვათ ცრუდასმენები როგორ განახორციელეს და საერთოდ 1000 რამ ჩაიდინეს და მხოლოდ ეს ორი რამ ეყოფათ სამხელად და იმისათვის რომ არ იამაყონ აი ამ ყველაფრით პირიქით თუ კი რაიმე ნატამალი კიდე დარჩათ მათ და რაღაც არსებობს კიდე გამოსწორებისა გადადგან ნაბიჯი, რომელიც საკუთარ თავისთვის გაცილებით უკეთესად იმუშავებს. მრავალგზის გვითქვამს, ტოლერანტია ქართველი ერი. დანაშაულებებიც კი მიუტევებია მამანთა და მამანთათვის. დანაშაულებს გააჩნია, მაგრამ იცით, როგორ გინდათ შეხვიდეთ? ეხლა მინდა მსურდა მეთქვა ისტორიაში მეთქი. ისტორია საერთოდ აინტერესებს ვინმეს? ან აწყო
წარსული და მომავალი ამათთვის არის ბმაში საერთოდ ერთმანეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ასე იქნებოდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება უმძიმესი, ყველა კუთხით უმძიმესი ნამდვილად აღარ გვექნებოდა. ამას წინათ ოთარ ესა მოსმენილი გექნებათ, რა თქმა უნდა, აუცილებლად საუბარი იყო სახელმწიფო განვითარების ბანკის შექმნაზე, ოფიციოზის მხრიდან. და საზოგადოებას გაუხარდა რაღაც ნაწილს ხალხს, რომ არიქა რაზეა საუბარი. ოღონდ რამე სიკეთე გააკეთოს და მოიმოქმედოს ნებისმიერმა საქვეყნოთ, ჩვენ ჩასაფრებულები ვართ თუ ჩვენი ასე ვთქვათ, სიტყვა რომ ეკალივით ესობათ მართლა გულზე, ეს ეკალის ჩასასობად ნათქვამი სიტყვები არ არის მხოლოდ. ეს არის შეგონება, თქვენი გამოფხიზლება, აზრზე მოსვლა, შემოლაწუნებაც თუ გინდათ. ხო, შეიძლება ფიქრობენ ეხლა და იფიქროთ შემოლაწუნება ჩვენზეაო, კაცო, ბერკეტები ჩვენა გვაქვსო. მაგ შემოლაწუნებით ვერაფერს ვერავის ვერ დააკლებთ, თვითგვემის სტადიაში ხართ. თუ იგივე რეჟიმს, იგივე ძალმომრეობაზე დაფუძნებით გააგრძელებთ. რაც შეეხება ბანკს. არავით არის ბანკის შექმნა, კაცო. ეს სახელმწიფო ბანკი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია. ნაკლებად თუ მეტად განვითარებულ ცივილიზებულ სამყაროს ეს აპრობირებული აქვს, არ ახალია. სახელმწიფო ბანკები, რომელიც ერთდროს ჩვენთან ეხლაც ბოგინობს მევახშეთა სისტემა და წალეკილია მთლიანად ქვეყანა, დაკაბალებულია ქართველი მოსახლეობა, მაგრამ ამის რეციდივები იყო სხვადასხვაგან, ეს ჩვენ არა ვართ პიონერები ამაში და სახელმწიფო ბანკმა იმდენად დაარეგულირა და სახელმწიფო ბანკი რატომ არის ის განვითარების ბანკი? თავისი საიაფო საკრედიტო პოლიტიკით და ასე შემდეგ, ხომ საბანკო პოლიტიკა არ არის ახლა ესე ვთქვათ ერთ სიტყვაში სათქმელი. თუმცა კი ის ვიცით რომ სახელმწიფო ბანკი ხალხის სამსახურში უნდა მდგარიყო და იდგეს, ხომ ადგილმამულის ილიამ ჭავჭავაძე გვეყოფა მარტო კაცმა ზრუნვით არიქა იქით თეატრი, რომელი სეგმენტი იყო რომ მისი თვალი გონება და ხელი არ მისწვდა, ხო, მისი ღვაწლი. და აგერ ბატონო ადგილმამულო ბანკის შექმნა, ხო? ანუ რეალურად საჭიროება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ატარებს ეს და ამ ბედოვლათებმა და მლიქვნელებმა რა შექმნეს რეალურად? ჯერ მოლოდინი გააჩინეს, გესმით? და თურმე ეს განვითარების და ინვესტირების ფონდი რომ არის, ეს უერთდება პროგრამას აწარმოეს საქართველოში. ერთიანდებიან შექმნება ბანკი. ამას არქმევენ ბანკს. გამიგეთ, აი, პარადოქსია თავისთავად. პარადოქსი რბილად რომ ვთქვათ. აღარ საუბრობ იმ ფასებზე ახლა 200%-იანზე და მეტი პროცენტით 1000%-იან ნამატებზე ბევრი მიმართულებით კვებიდან დავიწყოთ, თუნდაც კრიტიკას ვერანაირად ვერ გაუძლებს. კვებიდან კი არა, ჩემო უთან. ქორწინების რეგისტრაციის ფასი გაზარდეს. არა მხოლოდ ქორწინების, არა, მე უყურებ. დიახ. პასპორტის, პირადობის მოწმობის, მიწების გაფორმების ყველაფრის. კი, მაგრამ მე ქორწინებას უშუალოდ აი ამ გენოფონდით დაცარიელებულ ქვეყანაში. აი ამ გენოფონდზე მზრუნველმა და თავგადაკრულმა ხელისუფლებამ ქორწინების რეგისტრაციის ფასი გაზარდა. იმის მაგივრად რომ საერთოდ უფასო იყოს ბევრი რამ საქართველოში, რადგან თუ სუბსიდირებით არ ეხმარები, არა და ჯიბეებიც გისკდება და кейსებიც უკვე იმ დოზის ოლიგარქი ხარ. იმით მაინც დაეხმარე რომ გადასახადი არ იყოს დაწესებული. ეს იქნება შენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ზრუნვა, ხომ ესეა, პატივცემულებო თქვენ მოგმართავთ. რაც შეეხება უნივერსიტეტების თემას, ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაც ფსევდო წყალობა გამოიჩინეს, არა და რეალურად ეტაპობრივად აკნინებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და არა მხოლოდ აქეთ ილია, იქით რა ვიცი როგორ აგითხრათ, აი თქვენი ხისტი პოლიტიკა, თქვენი ესე ვთქვათ, ყველაფრის მომწყვლადი პოლიტიკა, რამაც თქვენ დაგეგმარებისას ალბათ განუგეშათ რომ რაც შეიძლება სწრაფად თუ ვიმოქმედებთ, მით უფრო სწრაფად მივახცევთ მიზანს. რა გითხრათ, აი 1%-ით ვერ იმუშავა
ხალხთა განწყობაზე 1%. თქვენ არ იფიქროთ ეხლა ის ფეოდალებს რომ გეძახით, მართლა მონარქიაში ნუ კი გადავარდებით გვედალოცვილები. მონარქიები ყავდნენ და ფეოდალები იმათ ხერხემალს როგორ შევადარებ თქვენ უხერხემლო ცოცხალ მოსიარულე გვამებს. ზოგიერთებს ეხება შეიძლება და არა ყველას. იმათ როგორ შეგადარებთ თქვენ? მართლა მონარქიაში წახვედით? რახან ფეოდალებს გიწოდებთ რომ აბა ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად და უნდა გაკეთდეს. ამას ჩამოხრჩობა, იმას დახრეტა, იმას სიკვდილი და ასე შემდეგ. ეგრე არ არის, სხვა ეპოქა კი არა მხოლოდ, აბსოლუტურად სულ სხვა ვითარება. სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. თქვენ უკან მიბრუნება თუ გინდათ, უკან სიწმინდეებისკენ. აი იმ სათნოებებისკენ და მართლა სამამულიშვილო თემატიკისკენ დაბრუნდით და ის საქმეები აღასრულეთ, რაც გამოდგება ყველას აბსოლუტურად და ჩვენს გადარჩენას მით უფრო. აი ეს მოიმოქმედეთ და არა რაღაც ალიბებს ნუ შეიქმნით, რადგან ესეც უსუსურია. ისე სხვათა შორის უსუსური ალიბები უინტელექტობის ნაყოფია და ესეც არაერთხელ მithkoms რა. იმიტომ რომ მათი პოზიცია რომ საკუთარი ხელისუფლება განამტკიცონ, გასაგებია. მაგრამ ის მეთოდიკა რომ ეს პოზიციები განამტკიცონ და ამ მეთოდებით მიაღწიონ საწადილს, კრიტიკას ვერ უძლებს. არა ეროვნული პრიზმიდან გამომდინარე ოთარ. არამედ თუნდაც მათი გეგმაზომიერებიდან და მიზნიდან გამომდინარე. აი იმდენად არა ადეკვატურნი არიან, აი თავიანთი გეგმის დაგეგმარებაშიც და საერთოდ რა აღარ მსურს ეხლა მათ გეგმებზე ნამდვილად რასასიამოვნოა მსჯელობა ხელის გულზე არიან. პატიმრებს სალამი აქედან. რა თქმა უნდა, უკანონოდ დაჭერილ პატიმრებს და არა მხოლოდ უკანონოდ დაჭერილებს, ყველა პატიმარს მე მხნეობას უსურებ, ჯანმრთელობას უსურებ და ჯანმრთელობა გვისურვებია ყველა სნეულისათვის, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის წასულებს და აი აქ კლინიკები გადავსებულია. ჩემო ოთარო, გარეთ ძალიან კარგად იცი როგორი ვითარებაა, რომ ის რაც ხდება უჩვენოდ. ის რაც ხდება არავითარი საქმის ყურში არავინ არ გაყენებს, რადგან ვერ დაიმსახურე, ბევრი წითელი ხაზი გადაგვეთე. ხო? აი ეს JD Vance-იც ახლა სომხეთი, აზერბაიჯანი იქ იმ ისეთი ნდობის ფაქტორებით ჩამოვიდნენ ეს ადამიანები, რომ საერთოდ ერთი არც გამოუხედიათ საქართველოსაკენ, ხო? აი რაც არ უნდა იქილიკონ ახლა ამათმა ჰელსინკის კომისიაზე, EUTO-ზე იქ ამდენი მრავალი ქვეყანაა, რომელიც ამათ საკითხებს დიდი ხანია აყენებს. ჯერ ერთი რამხელა სირცხვილია, რომ შენს თანამემამულეს რომ ეს და ეს დამართე და ეს მოწიეო, ამისთვის მე გასამართლებთ. თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ ეს იმიჯი ქვეყანას შეულახეთ და მართლაც ის სიმართლე, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგან მავიცით და თქვენ საუკეთესოდ იცით, უცხო ძალებს და უცხო ქვეყნებს ათქმევინეთ და აქ შესაძლებლობა მიეცით და სურვილი დაუბადეთ, რომ ხელი აფათურონ. ჩვენს შინაურ საქმეებში ეს ვისაკადრებთ თქვენ ამას, თქვენ მართლა ის ადამიანები ხართ, რომელთაც მრავალი ეპითეტი შეგერგებათ, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ და მხოლოდ გეტყვით რა, რომ თქვენ დღევანდელებო. დიახ, ხვალინდელი რომ არ გაგაჩნიათ, ამიტომ დღევანდელებო. და თქვენს პოლიტიკას რო ხვალინდელი არ გააჩნია. ჩემო ოთარო, გისმენ დიდი სიამოვნებით პირველ რიგში მოგესალმები კიდევ და დიდი ყურადღებით გისმენთ. მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რა ვიცი, სათქმელი ძალიან ამომწურავად, ხატოვნად და რეალისტურად გადმოგვეცი ყველას, პირველ რიგში ჩვენს ტელემაყურებლებს, მართლაც სიტუაცია იმდენად რთულია, მძიმეა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ პირველ რიგში ეს პრობლემები ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას აწვევა და რა ვიცი, მე ვიფიქრე, რომ ახალ წელს მაინც რაღაც შემოbrunების წელი იქნება, ბევრი რამის გააზრების და გადააზრების წელი იქნებოდა, მაგრამ არა,
ეს ხელისუფლება სამწუხაროდ მიყვება თავის გენერალურ ხაზს, რომელსაც ძირითადად ზიანის მეტი სამწუხაროდ არაფერი არ მოაქვს. გასულ წელს დაიწყეს ეს, ჯერ ხო რაც ხდებოდა ამ პროტესტთან დაკავშირებით, შემდეგ ეს არაბული ქალაქები, მერე განათლების რეფორმა, ეხლა ფასების რეფორმაზეა საუბარი, საერთაშორისო ურთიერთობებში რა დღეშიც ვართ, ეს თქვენც ძალიან კარგად აღნიშნეთ და რა ვიცი, მე მგონი კაი იქნებოდა რომ ეს ამ ნეგატივისკენ სულა შეეჩერებია ხელისუფლებას, მაგრამ არა, ახალ თავგადასავლებს ეძებენ, რატომღაც მაგალითად სულ ახლახანს გასულ კვირას ახალი წინადადებით შემოვიდნენ, რომ პარლამენტში იქნეს ინიცირებული ცვლილება, რომ 6 წლის წელზე მეტი ავტომობილის შემოყვანა თურმე იგზალება, უნდა იგზალოს ჩვენ ქვეყანაში და ამისთვის სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა და მიზეზად სახელდება, რომ არისო უმთავრესი ხაო ვიფიქროთო ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე და ჩვენი იქ სადაც ცხოვრობთო ეკოლოგიურ პრობლემებზეო და არ ვიცი ხა ნამდვილად არ მესმის მაგალითად ასტონ მარტინი, ფერარი და Rolls Royce 7-8 წლის რო იყოს, რატო არის შეუძლებელი? ხო, რომელსაც ყველაზე ნაკლები გამონაბოლქვი აქვს სოფლიოს მანქანების მსოფლიოში და ხა 7-8 წლის კი არა, 25 და 30 წლის მანქანებით დავდივართ, მაგრამ ამაზე არ არის ხო საუბარი. თავარია რომ ჯანმრთელობაზე თუ გვინდა ზრუნვა მართლაც, არ ვიცი, მაშინ წამლების ფასებს მივხედოთ, ხო? კი შეიქმნა კომისია, მაგრამ წამლებს კი არ დაკლებია და არც ასურსათო პროდუქციას, არამედ პირიქით ფასებმა მოიმატა ყველგან, ახლა როცა სასურსაძე არ ვამბობ, სურსაძეც ხო, რაც ხდება, ხო ხედავთ, გუშინ ყოველდღიურად. მეგობარმა დამირეკა ნინო ასათიანმა ესე იგი აგროჰაბში 48 ლარი ღირსო ისა ხორცი საქონლის ხვდებით რა სიგიჟესთან აგვაქვს საქმე რომ ეს როგორა მიშვებული პროცესი რომ ეს ისი ქსელები ბედავენ ამ ხელაფასებს რო ადებენ იმის დაცვლად რომ ეხა რაღაც კომისია შეიქმნა და რაღაც ცოტა იმედი იყო რა ქვიათ მოწიწებით და რაღაცნაირად შეარბილონ აბა რა თვითონ რასაც ამბობენ იმის მიასედი გააკეთონ. იმიტომ თვითონ ეს მარკეტის წარმომადგენლები უზითი კომისიაში იბარებენ ამათ რა არიციან რა ხდება ხო? არ მესმის ეს რა არის, რა უბედურება 48 ლარი რო შეიძლება გაიზარდოს კიდევაც. და წამლებზე ვსაუბრობდი, ხარ როცა ჯანმრთელობის ზრუნვაზე, იმიტომ რომ ადამიანები არიან, ძირითადად პენსიონერები ყავს. 700,000 წარმოიდგინეთ ახლა ამ მიზერულ პენსიით უნდა იფიქრონ საკვები იყიდონ თუ ესე იგი მედიკამენტი და აი ამ ფიქრებში რაღაც რა დღეში არიან ხო ხტები ეკოლოგიურ პრობლემებზე როცა არის საუბარი არ ვიცი ამდენი მშენებლობა თუ ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნავ ამდენ მშენებლობთ მხოლოდ შარშან 4500 ნებართვა სამშენებლო ნებართვა გასცა მერია 4500 ხო 4500 ამხელა სოლიდური ციფრია და ეს არის არ ვიცი ეს მშენებლობები ეს ამცირებს რა თქმა უნდა რეკრეაციულ ურბანული სიკვდილი აბა რა არის რეკრეაციულ სივრცეებს ამცირებს რა თქმა უნდა ამცირებს ხემცენარეებს იმიტომ რომ მიდის მასობრივი ეს ჩეხვები და ეს მერის ავტომობილები კიდე ხო ჩვენ ვამბობდით კიდევაც წინასაარჩევნოდ რომ ეს პარკი მაინც შევცვალოთ ხო ავტობუსების გადავიდეთ ბოლოს და ბოლოს ამ ელექტროავტობუსები ეს უზარმაზარი ავტობუსები დადის ქალაქში აფრქვევენ ამ დიზელს და ზოგიერთი გაზზეა როცა ჩინელებს აქვთ ბევრად ნაკლებ ფასში ესე იგი ავტობუსი რომელიც სრულად არის იმაზე რა ქვია ელექტროზე ხო ესეთი სიტუაცია გვაქვს და რა ვიცი ძალიან რთულია როცა საუბრობენ ამაზე ახალი მანქანა ყველას უნდა ვის არ უნდა მაგრამ არავის არ აქვს არავის კი არა ხა სახელმწიფო თანამდებობის პირებს აქვთ ამის შეძენის საშუალება ყველას გვინდა ახალი მანქანა მაგრამ ამისთვის არ არსებობს სახსრები და რა კანონს რომ მიიღებენ რა ამით ფინანსური სახსრები გაუჩნდება და შევძლებთ ამის ყიდვას ახალი მანქანების თუ როგორაა საქმე
არ შეუძლია ეს ვინმეს აგვიხსნას კომპეტენტურ პირს, მე ვერ მოვისმინე მაგალითად. ზარია ეთერში და შემოუშვათ ზარი და გავაგრძელოთ. დიახ, გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთი რამ ინტერესებს ისე განაცალე. მე ახლა ზარი 86 წლის ქალი ვარ, მე რაც უნდა მევესწრო, მაგრამ მომავალი ხომ უნდა მეესწროს რაღაცას და ახლა მაღაზიაში შევედი 10 წუთი სამოსული ვარ. ვიყიდე ერთი პატარა პაჭკა ქსილი ვიყიდე 1 კილო შაქარი და მატონი არაჟა 41 მანეთი. გასლაბარა. და პენსია რამდენია? 400 თავარია ასაკობრივი ცენზია მადაც. რაც 400 რაღაცა ზოგს 300 რაღაცა. დიახ. ხო. ესე იგი თვითონ გამოცვლილი აქვს მანქანები და ახლა გაჭირებული ადამიანმა სიმჭრით რო იყიდა და ბანკის ვალებით იმან რაკნას. მაგას ვკითხულობთ ჩვენც. დიახ ბატონო, დიახ ხალხო. რამდენ ხანს უნდა ვიტყიდოთ, ის მაინტერესებს რა. რაღაცა ხო უნდა ვნახოთ გამოსავალი. გამოსავლის გარეშე ჩვენ უფალი არასდროს არ გვტოვებდა ხალბატონო. და ნუ წარიკვეთ ასე ვთქვათ იმედს თქვენც მოესწრებით და ღმერთმა მოგასწროთ მრავალს გაცოცხლოთ დიდხანს მოესწრებით ამ არამონანულთა ამ ფარისეվել ფსევდოქრისტიანთა ამ საკუთარ ერზე მოძალადეთა ამ ქრისტიანული კერებისა და მიწების გამყიდველთა პოლიტიკურ დაის ესე კულტურად ასე ვთქვათ რბილად რომ ვთქვათ მადლობა ზარისათვის დიახ გააგზავნე კიდევ ზარია ხო ზარია შემოუშვა მოგზანდით გისმენთ დიახ მოგესალმებით მოგესალმებით აი ეს არაფერმა არ გასწრა ვერც კონსულტაცია მოახდინეთ ამ ქართველი ხალხის გამევიდეს და ერთად ასამთავრობას მოახდინეთ ბეთერს თქვენსკენ მეშედოს ხოდა ახლა მივედი იმას დასკვნამდე მაგრამ ძალიან უზრუნველობა სიტყვა ძალიან აღმატებითი ფორმის არის და ის მუქეთან გავადარე ვენახებენ ჩემი ახალგაზრდა მაგრამ კედლისად გეცადეთ არ უღურეს ჩემ ქვეყანას არ მაქვს მაგის უფლება იყვარს ჩემი ხალხი ჩემი კულტურა ჩემი ხალხი და აქტიურ მებრძოლი ვარ ამ საქმეში მაგრამ ყველა ასე უნდა ვიყოთ ჩვენ საერთოდ კარგად გიგონეთ ქართველ ხალხს მაშინ ნახლა ჩვენ რა ვქნა სადაც თავი იქნება კოთ რიგია რამეში და ხალხთან ვარ არ გაჩერებაზე ვარ თავი ადამიანებთან ყველას უთხრათ რომ საღამოს ის ნახევარზე მართეთ ერთადერთი არხი ობიექტურად რომ ასურებს და აშუქებს და სიმართლეს ამბობს ამ ქვეყნად არის ეს ხალხმა ინფორმაცია არ აქვს და ეგა იმავე აღზა ეგა იმავე სერიალებს და ასეთს უყურებენ გაიხარეთ ხალბატონო დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისათვის გაიხარეთ დიახ გააგრძელეთ ოთარ სწორედ აღნიშნათ ხალბატონმა ხა იყო ამის წინა გამომსვლელმა რომ მართლაც მარკეტებში რაც ხდება დღეს მაინც უფრო გართულ და ვითარება ერთ პარკს ვერ შეავსებ 100-ლარად ადამიანი ხა ის პენსია რომელიც აქვს დღეს ქვეყანაში 700,000-მდე ადამიანს ალბათ არ ყოფნის 2 კვირა ხო იქ შესაძენი აქვს მედიკამენტები პირველადი მოხმარების პროდუქტები და ამაზე ნუ არ არის საუბარი ჩვენ ხელისუფლებას რო გითხოს იმის ბრალია თურმე რომ ფასები ასე არის ავარდნილი რომ ძალიან ბევრი მარკეტებიაო საქართველოში ვერ გავიგე რა საერთოდ იქ ეკონომისტები არ ზიან ეთყობა მთავრობაში არიციან რომ რა თუ რაც უფრო მეტი მარკეტია მით უფრო მოთხოვნაა ნაკლები ხო ფასიც ნაკლები უნდა იყოს ხო შესაბამისად გეუბნებით არანაირ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ხოლმე ეს უინტელექტობა უბედურება აი ნათქვამი როა უთან კავშირში უინტელექტო კაცთანო უბრალოდ პური არ მაჭამაო რა და არ მაცხოვრაო და ინტელექტ
აი განათლებულ ადამიანთან თუნდაც ერთი დღე მომყოფა და მერე მომკლავ. აი სწორედ ესეა რა. და ესენი სათავეში ზიან კაცო. ანუ ესენი ქუჩაში კი სათავეში ზიან. და ეს არის მთავარი უბედურება. დიახ, სამწუხაროდ ესეა და რა ვიცი ხა ალბათ ეს იმის ნაცვლად რომ ვიფიქროთ როგორ გამავითაროთ კონკურენცია, რომ ბაზარზე არ იყოს მხოლოდ რამოდენიმე მოთამაშე. ეს ამის გაკეთება რა თქმა უნდა შეიძლება, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ის რომ ეს გადასახადები რომელიც ყველაფერშია პრაქტიკულად მარკეტებში და მედიკამენტებში და საწვავში ამის შემცირებაზე იფიქრო, იმიტომ სახელმწიფო თვითონ დებს ამ 18%-იან დაღეგეს პურში, პურ პროდუქტებში, გრძეში, ზეთში, რა ვიცი, ხორცში, ყველაფერში დევს ეს და ამის შემცირებაზე ფიქრობს ახლა როგორ შეიძლება გავაკეთოთ ისე ფასების შემცირება. ასე შეიძლება, რომ ან ეს გაანახევრო ამ ხელა გადასახადი, რამაც შეიძლება რაც აუცილებლად გამოიწვევს ფასების დაკლებას. მაგრამ ამას არ აკეთებენ და ბაზარზე შემოუშვან არა ისინი, ვინცაც სახელმწიფო თვითონ აკონტროლებს, არამედ კიდე ცალკე მოთამაშეები თუ მაგალითად აფთიაქში ფასებს ვერ აგდებ, კეთილი ინებე სახელმწიფო ხარ და ჩვენ თქვით კიდევაც რომ თითო რაიონში რამოდენიმე სახელმწიფო აფთიაქი არსებობს. მუნიციპალური აფთიაქები. იყოს, რატო არ შეიძლება ეს? როცა იქნება ხალხი რა, სულელი კი არ არის, მივა, იქ იყიდის და მე ისიც დაფიქრდება, ის ავერსი იქნება, ის რა ქვია, GPS თუ რომელიც ფარმადეპო, რომ ფასებს უნდა დაუკლო, სხვა გზა არ ექნება. რომ მასთან ყიდველი არ მივა. პესპე, რა ვიცი, ერთი ქსელია. ორი ადამიანის. ერთი ადამიანის არის თქვა რა. კარტელური გარიგებები დღემდე არ დასრულდა. კონტროლი. სუტყუილა არსებობს საქართველოში კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ყავს ასობით თანამშრომელი და რისთვის ინახავს ამათ სახელმწიფო ბიუჯეტი, ესეც მართლაც კი ამბავია ზარია მოგზანდით. მოგესალმებით. გამარჯობათ. აუბროთ, მაგრამ გაჭულად როცა უბრალოდ ის ნაყვა. იმიტომ რომ ეს 10% ოჯახი აკონტროლებს ყველაფერს. მაგა თუ დაუკავია სადავეებიდან. ერთი ხელის საქმეები შეუულია ფასის დაწევა და მოარეგულირო ყველაფერი, მაგრამ მაგენი მაგას არის ზარი. თავი და თავი ამოსავალი რა, სახელმწიფო უნდა განავითაროს თავისი ინფრასტრუქტურა, თავისი ოფისეულობა, თავისი პროდუქცია გამოუშვას. შემოტანის როგორც უნდა ისე დაადებენ ფასებს. ეს რა შეეხება ფასებს, ფასების ფულადული გადასაწყვეტია თუ მოიწადინებენ. მეორე საკითხი მინდა შევეხო. დღეს მოვისმინე პრემიერ-მინისტრის ინფორმაცია შემოსული მოსახლეობა მეგატექნიკა დაკავშირებული და სადღაც 170,000. გავგიჟდი კაცი მინუთოლის კაცო, ხემონი დაითვალოს ნორმალურად 800,000 ამბობს ეს დამცველი ვის არის, წელი მოსახლეობიდან მინდას ხათ ვიმუწდება ხელი ამაზე და აბა გიჟდები რა. კი ბატონო. მე არ ვიცი, მე მგონი სტატისტიკას ალბათ და ალბათ პრემიერ-მინისტრი არაწუდიან ის ინფორმაციას. ბატონო ოთარ, ერთხელ ყოფილა თქვენთან ამ თემაზე და მინდა ეს პატარა რაღაცა კიდე გავახმოვანო. სოფელ გამარჯვებას. ხალისთან დაკავშირებით ყველა ინსტანცია შემოვიარე. დავიღალ გადაბამისამად რესურსების სამინისტროსთან. ველოდები არაფერი. აი, ონკანი არ ამბობს, კანი, კალანი, 53 გადასახლებული ხალხი იმდებით მოქმედებს სოფელზე წყალი, რა ვიცი, საუკუნეო გადმოსახლდა ეს ხალხი. ხო უნდა რაღაცა დაითვალოს, ვიღაცა რამდენი წელდება მოსახლეობა ერთ მოსახლეს, ან ერთ თუ ერთ ოჯახს. მოგვეხმარეთ, რაღაცა გაახლიანეთ ცენტრალ. არ ვიცი, წყალი აქაც სახელმწიფოს გას რამდენი წყალი გვაქვს და რა გახდა იმ დღეს უყურებდი რომ წყლის პრობლემა მოხსნათო. გადი იმაში ინფრაკდახეს ინფრასტრუქტურა და პროექტი ერთი იძახის ვერ დააპროექტებ, მეორე იძახის ვერ გავიყვან. აბა მე გავიყვანო კაცო. მაპატიეთ რა, ბავშვებზე შეგაწუხე ბატონოთა, გავითვალე ყველაფერი ერთი მოსახლეზე მიაწოდე. გარდაბნის მუნიციპალიტეტს მიაწოდე ყველა სამინისტრო, მიაწოდე პრემიერ-მინისტრის აპარატს. მეტი რაღა გავაკეთო, არ ვიცი რა. სამწუხაროა. ხა გარდაბანში არცალიათ ის უნდათ არაბული ქალაქები ააშენონ იქ და აი ამაზე ფიქრობენ იმის ნაცვლად რომ ჩვენ ხალხს დაეხმარონ და ვიცი ეს პრობლემა
მე მეგონა რომ მართლა უკვე დიდი ხანია გვესმის, უკვე მოგვარებულიც მეგონა სიმართლე გითხრათ და ნუ არ მესმის რა უბედურებაა ქვეყანაში, როცა 26,000 მდინარე გვაქვს და აი ასეთი ამხელა წყლის რესურსების ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ, ერთ-ერთი ვითვლებით ყოველ შემთხვევაში მსოფლიოში, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყნები, ისეთ მაგალითად როგორც ეგვიპტეა, რომელსაც ერთი ნილოსი აქვს და ისიც დაბინძურებული, მაგალითად სერიოზული პრობლემებია ირანში, ინდოეთში, რომელსაც მილიარდზე მეტი არის მოსახლეობა, რომელს ხალხი ეხოცებათ უწყლობით ჩვენ ამდენი წყალი გვაქვს და უნდა ვსაუბრობდეთ ახლა 21 საუკუნეში, რომ აგერ თბილისთან ახლოს ხალხს წყალი არ აქვს. კოშმარია, ნუ წარმოიდგინეთ რა დოზის საოცრებაა ეს, რა უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს ხო? რატო ესეთი იგნორი და სრული ინდიფერენტულობა ჩვენი ხალხის მიმართ? მადლობა ზარისათვის. რა ვიცი, ისევ კიდევ თუ მოუწოდებ ამათ რომ რაღაც ჩვენ ხალხს მიხედონ და ამ წყლის პრობლემა. აი წყლის ნაყვა ბატონო ჩემო, თქვენ ბრძანეთ რომ წყლის ნაყვაო საუბარიო. წყლის ნაყვა არის ზუსტად ჩვენგან მოწოდება ხელისუფლების მიმართ და თქვენ როგორც ამჩნევთ, მაინც და მაინც აღარ ვუწოდებთ. აი წყლის ნაყვა არ არის ის, რომ რეალურად არჩევნების წინა პერიოდია თუ არჩევნების თუ მომდევნო ჩვენთან ხო ასე იყოფა უკვე ჟამე და დროება არჩევნების წინ, არჩევნების მერე. როცა ახსენდება პატივცემულ ხელისუფალს საზოგადოება და მას ელექტორატს უწოდებს რა ამომრჩეველს. სხვათა შორის ამათმა ვარსკვლავები მოწყვიტეს ახლა და ძალიან დიდი ნოუ-ჰაუა რომ მათ უკვე დღევანდელებს რა. ხალხიც არ ჭირდებათ არჩევნებში, ისეთი წარმატებულები არიან. ასე რომ წყლის ნაყვა არ არის ის თუ ჩვენ ვამხელთ ამ ხელისუფლებას. თუ ჩვენ აი რაზეც დგანან და ვიზეც დგანან ესენი რეალურად რომ გამონათდებიან ხოლმე დაბრკოლებულ ადამიანებზე მაქვს საუბარი, თორე ვინც ახლა შეგნებულად იცის ესენი რასაც წარმოადგენენ, მაგრამ საკუთარ ძბილ სავარძელს ნამცეცებს ნასუფრალიდან და თავის მეუღლის კუთხით თუ დის კუთხით თუ ოჯახის ნებისმიერი წევრის სამსახურის არ დაკარგვის ფასად კიდევ მრავალი რამ შეიძლება ჩამოითვალოს. ქვეყნის ინტერესს არაფრად არ დაგიდევენ, ამათზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმ ადამიანებზე, რომელთაც არ იციან, ვის დაუჯერონ, რას ჯერ ერთი აქაც საკითხავია, რატომ არ იცი? საცხოვრობ რა მართლა ჭურში ხომ არა ვართ არა? ყველა ფანჯარაღია საინფორმაციო. შეგიძლია ამორჩევა. თუ იმედს უსმენ და ეს ვრემიას უყურებ, ხო იმედზე, რა თქმა უნდა, სრული ბედნიერი ხარ. ზარია ეთერში, ანუ წყლის ნაყვა ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და ამ სათქმელს შემდეგ იცის საზოგადოებამ საქციელსაც არ დავაკლებთ ხოლმე მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. გისმენთ ზარია ეთერში. გამარჯობათ. ამ კრებებს რო უყურებ, რატომღაც მახსენდება ესეთი რაღაცა, რომ მელა თავის კუდი მოწმედე მოიყვანა. დანარჩენი ახლა ვერ დავთქვა ახლა. აი ესე არა. რომელ კრებებს აბა თუ შეიძლება არ გახვიდე. აი ფასებთან დაკავშირებით. გასაგებია ხო. კი ბატონო. ეგრეა რა ვქნა. კი ბატონო, გასაგებია. ხო, მადლობთ კი ბატონო. ფასებია ელემენტარული, წყალი ვერ გაუყვანიათ, ეს ვერ მოუგვარებიათ. ნუ არ ვიცი, რისი მომგვარებლები არიან, ხა ვარ მართლა ძალიან გაბრაზებული, მართლა მეგონა რომ ეს პრობლემა უკვე არისო და ეს ხოლოდ აქვე კი ბევრგან არ არის სამწუხაროდ. კი ბატონო, წყლის პროექტი გქონდა. საერთოდ ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ ბევრი ქვეყანა, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ნატრობს ჩვენთან მდგომარეობას, ჩვენ ეს სიმდიდრე გვაქვს. მაგალითად აზიის ქვეყნები ბევრი არის ისეთი, რომელსაც ევროპაშიც არ მოჩქებს წყაროები და მდინარეები ქვეყნები, რომლებსაც არა მაქვს საუბარი ალპურ ავღანეთში მაგალითად ბოლო 20-30 წელია იბძვიან არა იმისთვის თუ სადმე ნარკოტიკის პლანტაციებია, არამედ იმ რეგიონებისთვის, სადაც არის წყალი. კი ბატონო.
წყლისთვის წარმოიდგინე და ამდენი წყალი გვაქვს, ნუ არ ვიცი ახლა. ბელურჯის ტომი. არ მესმის ნამდვილად. ზარია ეთერში მობრძანდით საერთოდ დიახ გისმენთ პირველ რიგში თქვენ გაითიშა. აი ეს პროექტი, წყლის პროექტი თაროზე შემოდებული რაც აქვს ეხლა ირაკლი ღარიბაშვილის დროს არის წარდგენილი მათთან ქართული იდეასთან ერთად მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა გარკვეული წლების განმავლობაში და მათ დადეს გიორგაძე იყო მისი სული გაანათლა ღმერთმა პროფესორი ადამიანი ამ კუთხით აი სკულპტუროზულად ხონდა გაწერილი რა თქმა კი ბატონო საუბედუროდ და აი გაწერილი წყალს რა დივიდენდი შეიძლება კონდეს მოტანა აი შეეძლოს მას მოტანა ქვეყნისათვის და როგორ უნდა განიკარგებოდეს ეს რესურსი რამდენად ასათვისებელია და რამდენად ხელმისაწვდომობაზე აქვს საუბარი თითოეულ მოსახლის კუთხით ხო მაგრამ რომელ წყალზეა საუბარი ეგეც გაყიდულია და როცა ჰარიმანმა დაიბარა ხო ეს ცნობილი ფრაზა ამერიკელი ბიზნესმენი ჭიათურაში იყო ჩამოსული და ჰარიმანმა რომ ნახა ეს საბადოები მარგანეცის უმაღლესი პეროქსიდი და ამხელა დიდი სიმდიდრე იქ შვილიშვილებს დაუტოვა როცა ჩავიდა ანდერძათ როგორც ამბობენ რომ აი რომ ჩახვალთო თქვენო იქო ჯერ სურდა რომ ამ იგივე საქმით დაკავებულიყვნენ შვილიშვილები თუ შვილები რომ ჩახვალთო თქვენო არ გაგიკვირდეთო თუ იქ იმ პატარა ქალაქის მოსახლეობასო სახელურები კარების სახელურები ოქროსი ექნებათო იქ მე იმ ხელა სიმდიდრე ვნახეო და ამ დროს ჭიათურა ეკონომიკურად რა დღეშია არავიზე ნაკლებად მძიმე დღეში არ არის დღეს თუ არა მეტად და არა მხოლოდ ჭიათურა ხო მთელი ქვეყანა მთლიანად ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების ნაციონალიზაცია რა თქმა უნდა რა შეაწყობთ და ამიტომ არის კომპრადორული პოლიტიკა კოლაბორაცია ყველა მტრულ ძალასთან რომლებიც რა თქმა უნდა ქვეყანას ოდითგან ემტერებოდნენ და დღესაც არ გვისვამენ თავზე ხელს ოღონდ არა ხმლით და არა ჩვეულებრივად დღეს თანხით და აბა სადგნებავთ გადაბრძანდით აქ მე დავფუძნდები და ასე შემდეგ და გაჭირვებული ქართველი უღმერთობამ რომ დაისადურა მთელს ქვეყანაში ლოცვას მოუკლო ბრძოლას მოუკლო შრომასაც მოუკლო რადგან დაინახა ფასი არა აქვს სოფელი დააცარიელა და ქალაქში ამ გამსხვილებულში რა ვიცი რას აკეთებს და გადინებულ ადამიანებზე აღარა მაქვს საუბარი რა თქმა უნდა ბევრს ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს და ექნება სწორედაც ეს ტენდენცია თუმცა არ არის გასასამართლებელი რადგან როცა გიჭირს აი სწორედ მაშინ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ყურება მზერა წარსულისაკენ მზერა დედა ეკლესიისაკენ ლოცვა შრომა და ბრძოლა ეს სამივე რამ ერთმანეთის გარეშე ძალზედ უსუსურია შრომაც, ბრძოლაც და ლოცვაც, რადგან ლოცვასაც სჭირდება ეს ორივე და ასე შემდეგ. ზარია ეთერში. მოგესალმებით, საღამოშიდობისა. საღამოშიდობით. ელაპარაკე, რეგრესო თავი ახალა ტერენში. ისია მაცხოვცევის საქმე. რუმინეთში რევოლუცია მოხდა. როგორი და ჩეუშესკუ. გამოიძახა სამხედრო ბიძგუშელო. სამხედრო ხარეზე გადავიდა. ალხეზე ხო გადავიდა ის სამხედრო. ეს საქმე შეუძლია თავდაცვის მინის ერთ საჭი მოგონი. თავდაცვის მინის. გადავიდეს ამ დაბრებას რა. არ შეიძლება. მოგვედება ყველაფერი. გასაგებია. დიდი მადლობა. ჩიხურის სიტუაცია ხშირად გინთხოვს, ჩემო ბატონო, არ არსებობს, რადგან გამოუსწორებელი რამ შეიძლება მრავალი ჩაიდინეს ამათმა, მაგრამ კიდევ შეიძლება ამ ქვეყნის ფეხზე დადგომა, განვითარება, სისავსე, ზნეობრივი ქვეყნის პატრიოტი ადამიანებისაგან, გენოფონდის სიმრავლე, გასულების დაბრუნება, ხო, იდეალურად მოგესმათ. ხო, თითქოს ზღაპრათაც მომესმა ეხლა მე ჩემი სიტყვები, რადგან
იმდენად რამდენადაც ბოლო რეჟიმები მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წინააღმდეგობრივი სუფთა არა წინააღმდეგობა როდის იყო სუფთა იყო აი ბინძურად წინააღმდეგობრივი ნაბიჯებით იყო ახსავსე ყველა ეპოქა ყველა რეჟიმი ამ ბოლო პერიოდში ჩამოგიყალიბდება ადამიანს ლეგიტიმურია ალბათ ეს აზრიც რომ აი ჩვენ რა გვეშველება აი უკვე ზღაპრად მოსჩანს რაღაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივები არ არის ეს ზღაპარი მეგობრებო აი სწორედ აქ უნდა გავყვეთ ერთმანეთს აი ამის იმედი და ამის სიმტკიცეში უნდა ასე ვთქვათ გამოუხატოთ ერთმანეთს თანადგომა სოლიდარობა და ეს არ მოვა ჰაერზე ეს ამას ლატარიაში ვერ მოვიგებთ ამისთვის უნდა ვიზრუნოთ ამისთვის უნდა ვიღვაწოთ და ეს მოღვაწეობაც ეს ღვაწლიც და ეს თუნდაც თავის დადებაც რომელიც შეიძლება ყველას მოეთხოვება მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ერთობა ყველას არ ავთხოვთ პირიქით სურს ვაჩვენოთ მაგალითი ყოველთვის შედეგის გამომტანია და ნამდვილად არ იქნება წყლის ნახვა მინდა გითხრათ აქ ჩვენ უცხოური ამბები იმდენად დრამატულად მიმდინარეობს ოთარ რომ ვეღარც მოვიცალეთ იქით თუმცა რაც ხდება ყველამ ძალიან კარგად იცის და აქ ჩვენ გვატყობინებენ რამდენი წუთიც დაგვრჩა და თუ ზარი შემოვა და არ იქნება დიდი მონოლოგი შეიძლება ერთი ზარიც მოვასწროთ თუ არა და ჩვენ თქვათ რომ ამ ერთობას რითაც დავიწყე მეგობრებო არა აქვს ის კონფორმიზმი რომ აი რა კარგები ვართ ერთობაში და რაღაც თავმომწონეობა და საუბარი საუბრისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ორთქლის გამოშვება არა უკომპრომისობა რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვამოძრავებს არის სწორედ ის ნიშა რამაც ჩაგვაყენა ჩვენ ერის სამსახურში ხომ აი შეიძლება ადამიანებს იმდენად სკეპსისი დაეუფლათ ნიჰილიზმი დაეუფლათ უბრალოდ ხილება და ყველაფერზე სახელის დარქმევა სწორედაც რომ ამ ერთობიდან მოდის რომელმა ოპოზიციონერმა ბიძინამ რომ დაგარქვათ გააპროტესტეთ ამ მევახშე საბანკო სისტემის ესეთი დრაკონული პოლიტიკა რადგან თქვენი საყვარელი თბილისი და საქართველოა რომელმა ნუ ოფიციოსთან ერთად ეხლა თქვენ ძირითადად ერთიანად მოგიაზრებთ ხოლმე ხშირად რადგან ტანდემში ხართ და ერთი პოლიტიკა გაქვთ ყველაფრის მიმართ როგორც სიწმინდეების მიმართ ასევე ბევრი რამის მიმართ გააპროტესტეთ ამიტომ ესაა ზუსტად წყალგამყოფი ესაა ზუსტად რომ აი არ უნდა გაგიკვირდეთ რომ რატომ ვერ გადალახეთ რუბიკონი წელში გამართული მართალი უნდა იყო ნახევრად სიმართლე არ არის თუ შენ არ გადარდებს გარეჯი თუ შენ არ გადარდებს დაუშვათ რამდენი რომელი ერთი ჩამოთვალო და იმას წარსულად მიიჩნევ წარსულია და მოდი დღევანდელობას მივხედოთ წარსულის გარეშე დღევანდელობა არ არსებობს თუნდაც ეს სიტყვები ეხლა მე რასაც გესაუბრებით უმალ წარსულის საგანძურში თუ რა ვიცი წარსულის კუთვნილებად იქცა დიახ აწმყო ესეთია მხოლოდ ამიტომ აწყოზე ჩამოკიდებული ადამიანი არაფერზე არ ადგას და მას არ უნდა გაუკვირდეს რაც არ უნდა 1-2 სამართლიანი მოთხოვნა ჰქონდეს რომ ის რატომ არ სრულდება ხალხი რატომ არ თქვენ თავს დაუჭირეთ ჯერ მხარი ყველას მივმართავ თორე ეს ოფიციოზი რასაც წარმოადგენს ეს არავისგან არ გვესწავლება ჩვენ არც ბრძოლის ტაქტიკა თვითონ ბრძოლა არც მხილება და რა თქმა უნდა არც უკომპრომისობა მათ წინაშე მაგრამ ჩვენ ეროვნულ პრიზმაში უყურებთ თითოეულ საკითხს ესაა შეიძლება ეს იყოს წყალგამყოფი ეროვნულ პრიზმაში ის რაც საწინააღმდეგოა ჩვენი კურთხეული მიწაწყლისათვის იქ არ არის მინავლებული ყურადღება მხოლოდ ერთს არ აღნიშნავთ მეორესაც აღნიშნავთ მესამესაც არც გუშინდელს ვივიწყებთ რადგან მომავლისკენ ვიხედებით და ამიტომ არა ვართ გამოკერებული რაღაც ფსევდო აწმყოზე რა არის აწმყო
თუ არა წარსულსა და მომავალ შორის არსებული რაღაც პერიოდი, რომელიც პროგრესირებს მომავლისაკენ. ნეგატიურადაც და პოზიტიურადაც. გააჩნია ერი როგორ აზროვნებს ბერთან ერთად. გააჩნია სათავეში ვინ აკყავს და მრავალწერტილი. აი ხომ არ დაამატებდით რამეს ჩემო ოთარ უბრალოდ გული დაგწყდება რა ერთ რამეზე რომ თუ გსურთ ეხლავე გავჩუმდები და მოგისმენთ. რაც შეეხება იმას რაც ეხლა მოხდა მაგალითად გასულ კვირას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში როცა სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მართლაც ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ახლა ახალ წელს მეტი ამაზე უმნიშვნელოვანი ჩვენთან ჩვენს რეგიონში არაფერი არ მომხდარა აი ჩვენს კავკასიაში კავკასიურ რეგიონში და სომხეთისთვის ეს მართლაც არის დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ისევე ეკონომიკური და ასევე სამხედრო სხვათა შორის იმიტომ რომ იქ ითქვა რომ სომხეთს გადაეცემა ბირთვული ტექნოლოგიები იმიტომ რომ სომხეთს აქვს ატომური ელექტროსადგური და ბირთვული ტექნოლოგია რა თქმა უნდა მშვიდობიანი მიზნებისთვის სამხედრო ტექნოლოგიები გადაეცემა ჩიპები გადაეცემა დრონები გადაეცემა ასობით დრონი რომელიც სადაზვერო სამუშაოებს ახორციელებს ასევე 9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერაზეა წელს სომხეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს არის უპრეცედენტო ჩვენი რეგიონის ისტორიას მე მგონი ეს ამხელად ჩვენ ამხელა სუმა ამხელა თანხა არ მიგვიღია არავისგან ალბათ მთლიან ჯამში მაქსიმუმ რაც ამერიკიდან გვაქვს მიღებული ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ეს არის 5 მილიარდამდე დოლარი წლების განმავლობაში 30 წელი წარმოიდგინეთ და ერთბაშად ასეთი არ ვიცი ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა რა თქმა უნდა იქ აზერბაიჯანშიც იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ძირითადად ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას ეხებოდა ძალიან სამწუხაროა რომ აქ ამ კონტექსტში საერთოდ საქართველოს არავის არ უხსენებია და ჩვენ დავრჩით პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში. აი სადამდე მიგვიყვანა იზოლაციონიზმმა, სადამდე მიგვიყვანა იმ ამბავმა, რომ ჩვენივე ხელით ზურგი ვაქციეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენს მთავარ პარტნიორს ევროკავშირს მათ არც თხოვნას არც რა ვიცი რაც შეეხება მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას იქ ყველა მიმართულებითაა განხილვა იქ გვაქვს რაღაც უკუსლა ძალიან სერიოზული ჩვენ კანონმდებლობაში რაც ხდება ეს კანონების გამკაცრება ესე უაზროდ არ ვიცი საიდან გადმოიღეს ეს ან რომელი ჩამორჩენილი ქვეყნის კანონმდებლობაშია გაკეთებული სკოპირება და აქ გადმოტანილი არ მესმის ის კანონები რომელზეც ბოლო რამოდენიმე თვეა ვსაუბრობთ ისეთი უაზრო გამკაცრებები რომელიც ტროტუარზე დგომა და რაღაც ისულელა ხო? კი ბატონო. ასეთ რაღაცას რო იგებს რა თქმა უნდა დასავლეთს კი არა აზიას არ მოუნდება შენთან მეგობრობა. და შემარცხვენელია ჩვენთვის. არ ვიცი ვერ გავიგე რაღაც აზიურ ლათინო-ამერიკულ საზოგადოებას ვაშენებთ საით მივაქანებთ ამ ქვეყანას ნამდვილად არ მესმის და აგერ მისი ნათელი გამოხატულებაა ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირი ჩამოდის აქ სამხრეთ კავკასიაში და ყველას ნახულობს ჩვენ გარდა. კი ბატონო, კი ბატონო. უკვე დაიწყო ის პროცესი რომ აი ოჯახით ჩამოდი. კი ევროკავშირმა და ითქვა კიდევაც გუშინ და დღეს ამაზე არის საუბარი რომ უკვე დიპლომატიური პასპორტები არ მოქმედებს კი ვიცი ხომ ამას სხვა პროცედურები მოყვება ხო მოყვება ძალიან მე ვშიშობ რომ ამას შემდეგი ნაბიჯი იქნება მართლა ის რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიძლია ყველა მოქალაქეს გაუუქმოთ მეორე ეტაპი ეს იქნებაო ამბობენ და ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან საგანგაშო ამბავი და რა ვიცი აწი ჩვენ დრო მოგვეწურა კიდევაც დიდი მადლობა გადავიხადოთ მერთმა ქნას რომ მალე დიდი მადლობა უფალს დიდი მადლობა ჩვენს საეთერო ჯგუფს
ჩემო ოთარ, შენ დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს თავისთავად და გულს ნუ გაიტეხთ, მეგობრებო. გულის გატეხვა არ არის ჩვენი არსენალი. ეგრსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა. აი ესე დავასრულოთ. კარგად ბრძანდებოდეთ.